ვისწავლოთ საათის ცნობა? გონი ძალიან საჭირო უნარია. შენს დილის 9 საათზე გეწყება სწავლა. სკოლაში მისული კი ფიქრობ დაგაგვიანდა თუ არა? დღეიდან ზუსტად გეცოდინება რა დროს მიხვედი სკოლაში. ერთ დღე ღამეში 24 საათია. შესაბამისად, არსებობს დილის 9 საათი ან საღამოს 9 საათი და ასე შემდეგ, რადგანაც დედამიწას ერთი სრული ბრუნვისთვის 24 საათი სჭირდება. ახლა კი მოდი დავიწყოთ. ყურადღებით მოусმინე ვიდეოს, რადგან ბოლოს იქნება შეკითხვები, შეგიძლიათ დახატო ან ჩაიწერო დავალებები, დღეიდან კი ერთით მეტი სუპერძალა გექნება. არ დაგავიწყდეს ასევე ჩემი არხის გამოწერაც. რომელი საათია? ალბათ ბევრჯერ დაგისვამს ეს შეკითხვა სხვა ადამიანებისთვის. თუ აქამდე დაბნეულ ხარ, ამ 3 ისრის თანახმით, დღეიდან გეცოდინება, რომ დიდი ის არის, რომელიც შავი ფერით არის აღნიშნული, წუთებს აღნიშნავს. პატარა ის არის, რომელიც ახლა 9-სთან არის, საათს აღნიშნავს, ხოლო ძალიან სწრაფი ის არის, თავბრუ დავმხოვად რომ მოძრაობს, წამებს აღნიშნავს. ესე იგი, ამ საათზე 9 საათია. როცა სწრაფი წამების ის არის, ერთ წრეს დაარტყამს, ესე იგი, 1 წუთი, 60 წამი გასულა. დააკვირდი საათს და სცადე დაითვალო. ნამდვილ საათს გულისხმობ. ესე იგი, 1 წუთი არის დრო ერთი პატარა დანაყოფიდან მეორემდე. თუ დაითვლი, აღმოაჩენ, რომ საათზე სულ 60 პატარა ზომის დანაყოფია. დანაყოფებს კი ახლა გაჩვენებ. წითლად მონიშნულ არაებს გულისხმობ და როცა წამების ის არის, 5 ჯერ გაივლის ამ დანაყოფებს, ეს ნიშნავს, რომ 5 წუთი გასულა და ძალიან შეუმჩნევლად მოძრაობს წუთების ის არის, რომელიც ახლა ორიანთან არის. სწორედ ამდენია შესვენების დრო სკოლების უმრავლესობაში, რომელიც არც ჩემთვის არის საკმარისი და ალბათ არც შენთვის. ხოლო 5-ის ბიჯით რომ დავითვალოთ, 5 წუთიანი დანაყოფები. ნეტავ რამდენი წუთი გამოვა 1 საათში? მოდი ვცადოთ. 5, 10, 15, 20. მოდი შენით გააგრძელა. და 60. სწორედ ამიტომ ვამბობთ ხოლმე. 10-ის 5 წუთია, 11-ის 25 წუთია და ასე შემდეგ, თუმცა ამაზე მოგვიანებით ვგიამბობ. ახლა კი მარტივი შეკითხვების დროა. შეგახსენებ, რომ პატარა ის არის, საათს აჩვენებს, დიდი კი წუთებს. ეს კი ნიშნავს, რომ სრული დროა, რადგან უკვე გავიდა 60 წუთი. ესე იგი, პირველ ილუსტრაციაზე 3 საათია, მეორეზე 9 საათია, მესამეზე ერთად შეტყუპებული ისრებია, თუმცა 12 საათია, ნეტავ მეოთხეზე რომელი საათია? ალბათ მიხვდი, რომ 7 საათი. ახლა კი რაც შეეხება ნახევარს. ხშირად ვამბობთ ხოლმე, 11-ის ნახევარია, პირველის ნახევარია. თუ შენ მათემატიკაში კარგად ერკვევი, ისიც გეცოდინება, რომ 60-ის ნახევარი 30-ია. სწორედ ამიტომ ვამბობთ ხოლმე, რომ ნახევარია. თუ წილადების კარგად იცი, თუ შეხედავ მეოთხე ილუსტრაციას, მიხვდები, რომ გაფერადებულია წრის 1/2. ესე იგი ნახევარი. სწორედ ამიტომ ვამბობთ ხოლმე ამ ფრაზას. პირველ ილუსტრაციაზე 3-ის ნახევარია. მეორეზე 11-ის ნახევარია, ხოლო მესამეზე პირველის ნახევარია. მგონი ეს ყველაფერი რთული არ უნდა იყოს. ახლა კი პატარა გამოცნობანა. გამოიცანი, რა დროა? მოდი ყურადღებით დააკვირდი და შეგიძლია სწორი პასუხები მოინიშნო, ვიდეო კი დაასტოპო. ახლა კი სწორი პასუხების დროა. პირველ საათზე 11 საათია, მეორეზე 11 საათი და 30 წუთი, ესე იგი 12-ის ნახევარი. მესამე საათზე 2 საათია, ხოლო ბოლო საათზე 9 საათი და 30 წუთი. ესე იგი 10-ის ნახევარი. ჩვენ ორივენაირად ვამბობთ ხოლმე დროს. შენ რომელიც უფრო მოსახერხებელია შენთვის, შეგიძლია ასე გამოთქვა ხოლმე. ზოგჯერ დრო ელექტროსაათზეა მოცემული, მაგალითად მობილურ ტელეფონზე, მაგალითად მაღვიძარაზე. ახლა მოდი ყურადღებით დააკვირდი საათებს და ეცადე გამოიცნო თუ
რა დროა თითოეულზე. ახლა კი სწორი პასუხები. პირველ საათზე არის 8 საათი, მეორეზე 7 საათი და 30 წუთი, ესე იგი 8:30, ხოლო ბოლო საათი 9 საათს გვიჩვენებს. თუ ეს ყველაფერი კარგად გაიგე, შეგიძლია საშინაო დავალების სახით ან ახლავე შეასრულო ასეთი მარტივი დავალება. ჩახატე შენი დღის რეჟიმი საათის დახმარებით. რომელ საათზე იღვიძებ? რომელ საათზე მიდიხარ სკოლაში? რომელ საათზე სადილობ და ბოლოს რომელ საათზე იცინებ? ასევე კიდევ ერთი სახალისო აქტივობა, დაალაგე დრო ზრდის მიხედვით. შეგიძლია გამოჭრა მსგავსი სამუშაო ფურცელი და დაამზადო დომინო, რომელიც შეგიძლია შენს თანაკლასელებთან ერთად ითამაშო. გაითვალისწინე, რომ მაგალითად პირველ გვერდზე რომ წერია 9 საათი, მის გვერდით აღნიშნული საათი ამ დროს სულაც არ აჩვენებს. ეს ნიშნავს, რომ აქაც არეულობაა და ესეც უნდა დაალაგო. იმედია, დღეიდან ერთი სუპერძალით მეტი გექნება და აუცილებლად გამოიწერ ჩვენს არხს შენი სუპერძალა, როგორც Facebook-ზე, ასევე YouTube-ზე, ახლა კი როგორც დაგპირდი, შეკითხვების დროა. სულ რამდენი ის არია საათზე? რას აღნიშნავს სწრაფი ის არის? ან დიდი და პატარა ის არის? რამდენი წუთია ნახევარ საათში? რამდენი წამია 1 წუთში? სულ რამდენი პატარა დანაყოფია 5 წუთში? და რამდენი წუთია 1 საათში? თუ რომელიმე შეკითხვა სწორად ვერ უპასუხე, ეს ნიშნავს, რომ შეგიძლია ვიდეოს თავიდან უყურო და უფრო კარგად დაიმახსოვრო, რომ საათების ბედნიერები იყვნენ, რომ მისია შესრულებულია. აბა ნახვამდის და შემდეგ ვიდეომდე.